მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, მთხოვეს ჩემმა გამომწერებმა ბოლო გაშლის მერე. ნანობს თუ არა პარტნიორი მის აქციელს და მოდი მისი ფიქრებით ვნახოთ ეხლა აი ამ ეტაპზე. როცა თქვენ აი ამ ვიდეოს უყურებთ, მაშინ იქნება აქტიური. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები, მადლობას მოგახსენებთ დარიცხვებისთვის, რომ არის საშუალება სანთლები შევიძინო და რიტუალები მოგიმზადოთ ენერგეტიკული მუშაობითაც, გაწმენდებითაც და ასე შემდეგ და ბევრი სურპრიზები გელოდებათ. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, ჩემი რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემს გამომწერებზე რეზონირდება. დავიწყოთ, ჩაიფიქრეთ პარტნიორი. მოდით ჯერ მისი ფიქრები ვნახოთ, ხო? ბიჭებო, გადაათამაშოთ თქვენ თავზე. მეუბნებით, რომ ჩვენ რა დავაშავეთ. არაფერი არ დააშავეთ, ჩემო კარგებო, პირადი გაშლებისთვის ნინია არ იკბინება, დამიკავშირდით მამაკაცებო. და მე ბევრი მამაკაცი მყავს პირად გაშლებშიც და რაც გაინტერესებთ, გავარკვევთ და აუცილებლად ანალიზს გაუკეთებთ თქვენს კითხვებს, რაც გაინტერესებთ. მოკლედ, მისი ფიქრები პარტნიორის, ბიჭებო, გადაათამაშეთ თქვენს თავზე. და ჩემი ყველა გაშლები უნდა გადაათამაშოთ თქვენს თავზე, მამაკაცებო. მისი ფიქრები არის, აი ეხლა როცა მიყურებთ, ერთი მიყურებს ხო მე ამ ვიდეოს, აი შენთვის არის ეს, გოგო იქნები თუ ბიჭი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. რომ ერთგულია, ნამდვილად ერთგულია ფიქრებში, ქცევებშიც ერთგულია, აი ეხლანდელ სიტუაციას ვამბობ. ასევე გენაცვალე, უნდა რომ აი ეს ვისაც ესე იგი ცალკე არ ცხოვრობთ ერთად და ცალკე გაქვთ ხო ეს სიტუაცია, უნდა რომ სახლში იყოთ ერთად, ერთი ჭერი გქონდეთ, ერთჯერ ქვეშ იყოთ, არის დიდი მონატრება და აი ეს უნდა სისრულეში მოიყვანოს, რომ ბოლოს და ბოლოს რომ იყოთ ერთად, აი ამას ფიქრობს. ან ვისაც უკვე წასული გაქვთ ეს სიტუაცია, მისი ფიქრები არის მაინც იგივე, რომ ერთად რომ ცხოვრობდით, უნდა აი ეს ენატრება, დიდი ნოსტალგია აქვს, ასევე მინდა გითხრათ, დიდი მონატრება აქვს და სადარაჯოზე დგას, მინდა გითხრათ, მაინც ბევრს ფიქრობს თქვენზე. აი თვითონაც კი უკვირს ხოლმე ხანდახან, რომ რატო ვფიქრობ ამდენს, რატომ მაქვს კიდევ მიზიდულობა, რატომ მიწევს მისკენ ფიქრები, გული, ემოციები, ძალიან კარგი. და ეს უნდა რომ გაერკვეს თავის სიტუაციაში, რომ ეს მართლა კიდე მინდა მასთან ყოფნა თუ ესე მეჩვენება რა ხდება ჩემს თავს. აი ესეთი ფიქრები აქვს მეგობრებო. ასევე სამყაროც გაძლევთ აქ სამყარომ გაგვცა პასუხი, მადლობა მას, რომ თავი უდუხს ფიქრებით ნახეთ როგორ აღარ შეუძლია დღე, ღამე, შუადღე, დილა, საღამოს, სულ თქვენზე აქვს ფიქრები, მინდა გითხრათ. და ეს ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, ხო? აი კიდე ვიმეორებ, ანალოგი განმეორდა, რომ 3-იანი და 9-იანი შეხვედრა ხო არ კიდე ხომ არ შევხვდე, კიდე ხომ არ ვცადო. აი ესეთი ფიქრები აქვს, მიხვდით? თავი უდუხს, რასაც ქვია, ძალიან ბევრს ფიქრობს, მინდა გითხრათ, ძალიან. ღმერთო ჩემო, 9-იანი 9-იანში, აქაც 3-იანი და 9-იანი მაგიური ნიშნები, ციფრები გენაცვალეთ და აქ იცით რა არის, გოგოებო, მამაკაცებო, გოგოები ფიქრობენ რომ თქვენზე, რომ თუ ნეტად დასრულდა ურთიერთობა და რატო დასრულდა,
თუ კიდე ხომ არ ღირს თავიდან ვცადოთ, ესე იგი ხანგრძლივი ბედნიერება მიხვდით, ან იყავით ბედნიერები და დაგაშორეს, არც ამას არ გამოვრიცხავ, აქ იყო რიტუალიც ჩატარებული თქვენს განშორებაზე, ვისაც ეს გეკუთვნით, გადაათამაშეთ თქვენს თავზე. გასაგებია, გოგოებო, მამაკაცები ფიქრობენ თქვენზე, ფიქრობს თქვენზე, რომ აქ ღამეც ფიქრობს, დღეც ფიქრობს, რომ ლამაზი ხართ, რომ მშვენიერი ხართ, რა კარგი დრო იყო, რომ ერთად იყავით, ან ეხლა ვისაც გაქვთ ურთიერთობა, რომ მისთვის ხართ ბედნიერება, დღეც და ღამეც თქვენთვის იწყება და უნდა რომ აი ეს ხანგრძლივი ბედნიერება გაგრძელდეს და განმეორდეს უნდა აი ვისაც გქონდათ ურთიერთობა და შეწყდა მაგიური ჩარევების მერე, ან შეიძლება უკვე კარმულიც იყო და თქვენ გაიარეთ ეს ეტაპი და უკვე აღარაფერი გაქვთ მისაცემი ერთი მეორესთვის, ესეც ხდება მეგობრებო, ეს ტაროს ბრალი არა, ეს არის ზეძალების და სამყაროს წესები. არის ზოგი ურთიერთობა ისეთი, რომ აღარ უნდა დაიბრუნო, ეს ისე რო იცოდეთ თქვენ. კარგით. მოდი ახლა რას ნანობს პარტნიორი ვნახოთ, ჩემო კარგებო, გოგოებო, ბიჭებო. სულ ესე იგი მაგიური ციფრები ამოდის, მაგიური ციფრები ამოდის. გასაგებია, რას ნანობს და 33, რომ უნდა რომ ესე იგი შეხვედრა უნდა მოკლედ, აი უყურეთ. კიდე მიმიღებს, რომ ხო ფიქრობს, რომ მისვლა მინდა. შერიგებაც მე აქ შერიგებასაც ვხედავ და ამ გაშლის მერე რო უყურებთ ბევრი ვარიანტი შერიგდებით მეგობრებო, აი ეჭვი არ მეპარება, ისეთი ენერგეტიკა მომდის მე ახლა ამ ტაროებიდან და სამყაროდან. გრძნობა მაქვს, რომ ესე იგი ნანობს, მოდი ჯერ ესე ვიტყვი, რომ რატომ გამოხურა კარები თავისი უვიცობისგან, მიხვდით, ესე იგი რატომ დაასრულა ურთიერთობა, ან თქვენ დაასრულეთ მასთან ურთიერთობა, გადაათამაშეთ, ხო? თქვენ სიტუაციებზე ეფიქრება, რა თქმა უნდა, კარგი ფიქრები აქვს, ძალიან კარგი ფიქრები აქვს და ნანობს, აი ამას ფიქრობს და აი ესეთ სიტუაციაში ახლა რომ მივიდე, მიმიღებს ისევ, მიხვდით, აი ეს სიტუაციაა. გასაგებია. ასევე ჩემო კარგო, ისევ ბუკეტი განმეორდა ყვავილებზე, რომ 2-6-იან შეხვედრა უნდა, გეუბნებით ამოდის შერიგება, შეხვედრა. ნახეთ, როგორ წარიმართა, მე სხვა კითხვა დავსვი და როგორ წარიმართა სიტუაცია. ამიტომ სამყაროს რაც უნდა, ის მოხდება ყოველთვის, დაიმახსოვრეთ გოგოებო, ბიჭებო. რა თქმა უნდა შეხვედრა, ნანობს რომ აღარ ხართ ერთად, ნანობს რომ ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, რომ გამოიხურა კარები, ან თქვენ გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან, ან ძალით წაიყვანეს მაგიური ჩარევით წაიყვანეს ადამიანი, გოგოც და ბიჭიც. აი ამას ნანობს, რომ რა ბედნიერი იყავით, თურმე რა ბედნიერი იყო თქვენთან ერთად, როცა თქვენს გვერდზე იყო. უყურეთ მეგობრებო, სახლი სახლთან დაჯდა, აი აქედან, აი ესე. ვერტიკალურად, ძალიან კარგი. გოგოებო, აქ კაროლი გული ამოდის, მეფე გული. რა თქმა უნდა, სიყვარულით უძგერს გული ისევ თქვენ წარმოიდგინეთ, ვისაც ესე იგი ჩემი რიტუალები გაქვთ ნაყურები და გამოწევა
მამაკაცის და მოზიდვა გაქვთ ნაყურები მოქმედებს მინდა გითხრათ და აი ამ 4-იანიც რა თქმა უნდა პასიური და გაჩერებული სიტუაციიდან უნდა რომ ესე იგი ნანობს რომ რატო გაჩერდა, რატო აღარ ვდგავთ ერთმანეთისკენ ნაბიჯს მიხვდით, აი რა გვიშლის ხელს. ნანობს რომ ერთჯერ ქვეშ აღარ ახართ, ნანობს რომ შეიძლება ის სხვის გვერდით არის, მიხვდით? ან ქალბატონი, ან მამაკაცი გადაათამაშეთ. ძალიან ნანობს მინდა გითხრათ და მამაკაცებო თქვენც იგივეს ფიქრობთ და თქვენი გოგოებიც იგივეს ფიქრობენ. აი ნახეთ რაღაცა გაიჭედა, ბოლო ტაროს ნახავ რა გაიჭედა. აი უყურეთ. აი საოცრება, ნახეთ. უყურეთ. აქ კიდე ერთს დავამატებ, იმიტომ რომ უფალმა და სამყარომ ასე ინება. და აგიხსნით ახლა ყველაფერს და მე თავიდან ანალიზს გავაკეთებ, ჩემო კარგებო. უყურეთ რა ხდება, გოგოებო, ბიჭებო. ესე იგი მაშინ წავიკითხოთ კიდე, იმიტომ რომ სხვა თემას ვაპირებდი, მაგრამ ხედავთ როგორ წარიმართა ჩვენი გაშლა, ხო? ცოტა სხვა მხარეზე წავიდა, სხვა სიტუაციაზე გადავიდა. ესე იგი ეს უკვე სამყარო გეუბნებათ თქვენ, უყურეთ 12, იგივე 3, კიდე შეხვედრა დაფიქსირდა 7-იანი აგური. იცით რა არის სინანული ამოდის, ძალიან დიდი სინანული ამოდის, იქნება დღისით შეხვედრა იქნება, შეიძლება უცებ რაღაც რო არ ელოდები ადამიანს, მაშინ გამოჩნდეს, არ გამორიცხავ არც ამას და იცით რა არის, ორი ბრძენი ადამიანი ხართო, ორი ერთნაირი ადამიანი ხართო, ან იყავით, ბევრმა ამიტომ ვერ გაუგეთ ერთმანეთს და ბევრმა როგორ იცით, ვიღაცამ, ესე იგი, თქვენს პარტნიორს არასასიამოვნო, ვითომ სათავისოდ ბრძნული, მაგრამ ამ დროს სიცრუე ამოვიდა, ისეთი დარიგებები მისცა, რომ აი ეს კარები გამოახურებინა, მიხვდით? მე არ გამოვრიცხავ ეს, მე უფრო ახლოს საერთო მეგობრებს, მაგრამ კიდე ახლოს მეუბნებიან, სისხლით ნათესავებს მეუბნებიან, მე აქ ჩემო კარგებო. იგივე ამოვიდა კიდე ერთხელ ისევ ტუზი, იცით რა არის? აი გოგოებო, ამოდის თქვენი მამაკაცი, აი უყურეთ როგორ ამოდის, ამოდის, ნახეთ. არ წასულა თქვენი ცხოვრებიდან. მე აქ ტოქსიკურ ურთიერთობას არ გულისხმობ, კარგად გამიგეთ, კარგით, კარგად მომისმინეთ ხოლმე. მე აქ გულისხმობ, ვისაც ეს ახალი განშორება გაქვთ, უცებ გაქვს რა მამაკაცი, მიხვდით? უკვე მიხვდა მამაკაცი, რომ ეს დარიგება ვითომ ბრძნული რო იყო, ხო? არ იყო ეს სწორი დარიგება მისთვის და ამას ნანობს ძალიან, რატომ მოусმინა, უფრო დას, დედას, აი ესე ქალს მაჩვენებს. ბიჭებო, თქვენ სიტუაციაშიც ასეა, რა თქმა უნდა. და მამაკაცებო, თქვენთანაც მოდის ის, ან შეხვედრა იქნება, ახლა აქ ბიჭი ხატია, მაგრამ შეხვედრა იქნება, მეუბნებიან, რომ აი ორივეს იმ დონეზე გინდათ ისევ ერთად ყოფნა და ორივე მიხვდით, რომ და ამასაც ვიტყვი კიდე, მეუბნებიან, რომ ორივე მოწინავე და ორივე ლიდერი ადამიანი ხართ და პლუსი პლუსთან ცოტა ხო ხდებით, ისეთი შეჯახება მოხდა, რომ რაღაცა თემაზე, რაღაცა სიტუაციაში განხეთქილება მოხდა, ყოველთვის სხვას ნუ დავაბრალებთ, მოდი ესე ვთქვათ, ჯერ პირველი თქვენს და ჩვენს საქციელებს უნდა ჩაუჯდეთ და უნდა გავიხსენოთ რა, როდის, რატომ მოხდა და საიდან წამოვიდა. აქ იყო ეჭვიანობა ორივეს მხრიდან, იყო კი ნამდვილად. უფრო გოგოებო, არ გეწყინოთ, თქვენ აეჭვიანეთ მამაკაცი, ესე მეუბნებიან. და კიდე რა არის, იცით, აი ეს ტუპიკი არის აღმოჩენილი,
თქვენ შორის ხო ტუნელი მოდი ესე ვთქვათ რომელიც ესე იგი უკვე თქვენზეა დამოკიდებული გახვალთ ამაში აი ამ გზაზე თუ არა გაძრობით თუ არა აი აქ ზემოთაც აი ამ ხიდზე გადაივლით თუ არა მიხვდით იმიტომ რომ სამყარო კიდე ერთ შანსს გაძლევთ გოგოებო ბიჭებო გაითვალისწინეთ ერთ შანსს გაძლევთ კიდე ნუ გასაგებია მოდით ახლა ვნახოთ რახან ესე წავიდა სიტუაცია ეს ფიქრები ეს რას ნანობს მეორე და ეს სამყაროს დაგელაპარაკათ თვითონ მიხვდით ეს სამყაროს დარიგებასავით ნიშანი ხო მინიშნებასავით არის რა სავით კი არა არის მინიშნებასავით და ვნახოთ აბა კიდე ერთს ამოვიღებ გოგოებისთვის, მეორეს ერთს ბიჭებისთვის, ხო? და საბოლოოდ შეჯამება ვნახოთ. ეს გოგოებისთვის. ეს ბიჭებისთვის. და რა უნდა გაკეთდეს, მერე გადავაბრუნებ. ნუ, გოგოებო, რა გითხრათ? ნუ 51 იგივე ხუთიანი ებრძვით მაგიას, არის აქ გაწმენდები, არის აქ, ნუ მარტო ხართ რა თქმა უნდა, იტანჯებით, ნერვიულობთ, ცდილობთ რომ მოიბრუნოთ თქვენი მამაკაცი, მაგრამ კიდე მე თავში ვახსენე, არის ესეთი სიტუაციები, რომელიც უკვე უნდა გაუშვა, თუ მაგ სიტუაციას არ გაუშვებ, რომელიც უკვე აღარ აღდგება და თქვენც ამას შეიძლება მაგიამაც აღარ გიშველოთ, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებათ, რომ უნდა გაუშვათ ძველი სიტუაცია, გამგები გაიგებს და უნდა დაიწყოთ შემოუშვათ ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ უკვე ერთმანეთს ასწავლეთ ის, რაც უნდა გესწავლებინათ, თქვენ უკვე ერთმანეთის ხო, აი ესე ვთქვათ, უკვე ასწავლეთ, რაც უნდა გესწავლებინათ ყველა სფეროში გულისხმობ. მიხვდით და თქვენ აღარა გაქვთ ახლა ერთად, აღარ უნდა იყოთ ერთად. აი ესე მეუნებიან ბევრ სიტუაციაში. გაუშვით ძველი სიტუაცია, ტოქსიკური სიტუაცია, არასასიამოვნო სიტუაციასაც მეუნებიან. იყო ჩხუბები, ეჭვები, ლანძღვები, გინებები, ხელიჩხებები, იყო კი ნამდვილად და ეს დაგჩხაოდნენ თავზე, მიხვდით? მისი ნათესაობა მამაკაცის მხრიდან, მისი ხალხი, მისი მეგობრები, აი ესე წყალს გიმღრევდნენ, მიხვდით? და იცით რა არის, მოდი მართლა სარკეში ჩაიხედეთ და თქვენ თავს ნახეთ დაბლა უკვე სხვანაირად დაინახავთ, უფრო აი მიხვდებით, რომ ესე არ უნდა იყოს და მოდი მართლა მაგით ხარ ამ ადამიანით ხარ დაწყებულა და დამთავრებულა ჩემი ცხოვრება, გადავდგავ ნაბიჯს და გავაგრძელებ სიტუაციას და ვისაც კი გინდათ და არის შანსი კარგად მომისმინეთ კიდე, არის შანსი მოbrunების და აგრძელებთ რიტუალებს, გააგრძელეთ რიტუალები, გააგრძელეთ, იწმინდება, მიხვდით? კარგით, ეხლა მამაკაცებო, თქვენ რას გეუნებათ, აბა სამყარო ნახოთ, აბა რა დარიგება. ნუ 34-7-იანი ისევ, აქ ბევრი უცოლოა, აქ ესე იგი ვისაც კი ხო ელოდებით იქნება შეხვედრა უყურეთ იქნება კი ნამდვილად იქნება მაგრამ ის ტაქტიკა უნდა შეცვალოთ რაც ესე იგი თქვენთანაც ამოდის ეჭვი მეგობრებო ბიჭებო და აი ამ ნუ მდინარეში ორჯერ არ შეცუროთ ერთი და იგივე ნაპირით მიხვდით ერთი და იგივე მიმართულებით გაბრაზებულები ხართ ნაწყენები ხართ და აბა დაუფიქრდით თქვენ თავს ჩაიხედეთ თქვენს გულებში რა არ გააკეთეთ სწორად აი ამას მეუბნებიან ნამდვილად და გარიგებენ სამყარო რომ ვისაც ნამდვილად წეღან გოგოებზეც ავხსენი არის ის შანსი რომ მაგიით ადამიანი გაწმინდოთ გააგრძელეთ ჩემი რიტუალების წმენდა ყურება უკვე დაძრულია საქმე დაძრულია რა თქმა უნდა აქაც მაგიური ჩარევა იყო ჩემო კარგებო ეს ეჭვიანობა არაფერში არ მოგიტანთ მიხვდით
გასაგებია. ბევრ მამაკაცებს მეუბნებიან, რომ აქ კარიერული პრობლემებიც აქვს, შეიძლება სამსახურში გაქვთ რაღაცა არეულობები, ვინც ერთად ცხოვრობთ, ხო? შეიძლება ხელფასი არ არის კარგი, ფული დაგაკლეს, იქ არ გეყოთ, აქ არ გეყოთ, ხო? და ეს გადაგქონდათ თქვენს მანდილოსნებზე, თქვენს პარტნიორზე და ეს რა თქმა უნდა აღარ უნდა გაიმეოროთ, ხო? მანდილოსანი აქ არაფერ შუაში არ არისო. ოპა, რა დარიგება ღმერთო. მადლობა სამყარო, მადლობა. ისევ ერთიანი თავიდან დაიწყებთ, მეგობრებო. ნახეთ ორივეს გოგოებს და ბიჭებს როგორი ტარო დაგიჯდათ და აქ უყურეთ 28 და 29, აქაც ტუზი და აქაც ტუზი ღმერთო ჩემო. უყურეთ, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე, ამ გაშლის მერე, ვისაც კი სამყარო თვლის, რომ ერთად უნდა იყოთ ისევ, ვეღარ დავიჭირე დიდ ტაროა. უყურეთ. ნახეთ. აუცილებლად იქნება შეხვედრა, აუცილებლად დამიჯერეთ და ორივეს გარიგებთ, რომ ვისაც ესე იგი მამაკაცებს უფრო გჭირდებათ გაწმენდა, გოგოებო, ვისაც გაქვთ კიდე შანსი გაწმინდეთ მამაკაცები მოიბრუნეთ, ვისაც არა გაუშვით და ახალი ურთიერთობა, ახალი ბედნიერება, გოგოებო, ბიჭებო, ნახეთ როგორ სრულდება. ძალიან მოხარული ვარ. ამინ. რაც მე ვთქვი, აქ ყველაფერი ასრულდება. ამინ. დამელოდეთ, ავკრიფო. ეს არის იგივე ამინი. და ძალიან მიხარია, რომ ესე დასრულდა ჩვენი გაშლა. ცოტა სხვანაირად დაიწყო, მაგრამ სამყაროს როგორც უნდა ისე მიდის ყოველთვის ყველაფერი. ბედნიერებას გისურვებთ და ვისაც შერიგება გინდა, შერიგებას გისურვებთ. მოიწონეთ ვიდეო, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.